ენგურჰესის არსებობა და მისი აი ამ ინფრასტრუქტურის სრულყოფის შედეგად მიღებულმა უპირატესობებმა განაპირობა არჩევანი, რომ ენგურის მერე ენგურზე, თვითონ მდინარე ენგურზე განვითარებული ყოფილიყო ასეთივე ხასიათის მაღალი წარმადობის ობიექტის განხორციელება, როგორიც არის ხუდონი. ხუდონის და ენგურის ერთობლიობა საქართველოსთვის არის სასიცოცხლო ინტერესების სფეროში მოქცეული და თავისთავად ნიშნავს იმას, რომ ჩვენმა ქვეყანამ ამ ორი ობიექტის განხორციელების შედეგად უნდა მიიღოს ძალიან დიდი სიკეთეები, რასაც ქვია ენერგეტიკული უზრუნველყოფა, ენერგეტიკული უსაფრთხოების პარამეტრების გაუმჯობესება და რასაც ქვია ამასთან ერთად ჩვენი ეკონომიკური აღმავლობა და ეკონომიკური წინსვლა. 1,5 მილიარდზე მეტი გამომუშავებული ელექტროენერგია, რომელიც მიიღება მარტო ხუდონჰესიდან და თუ ამას დაუმატებთ კიდევ იმ ეფექტს, რომ ხუდონი თავისთავად წარმოადგენს მარეგულირებელ სადგურს და მას აქვს უნარი ზამთრის ენერგია განავითაროს დაგროვილი წყალსაცავში, დაგროვილი წყლის ხარჯზე, ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ექნება რეალური პირობები ზამთრის პირობებში დეფიციტის დასაფარავად, რომელსაც ჩვენ ამჟამად ვფარავთ შემოზიდული ან შემოტანილი ელექტროენერგიის ხარჯზე. გარდა ამისა, ხუდონჰესი თავისთავად რატო გაჩნდა იმ ადგილას და ზუსტად იმ პარამეტრებით, რა პარამეტრებზეც დღეს არის ლაპარაკი. ეს იმიტომ გაჩნდა, რომ ამოცანა, მოცემულობა, რომელიც იდგა ჩვენს წინაშე, რომ ჩვენ შეგვექმნა კვანძი, სადაც კონცენტრირებული იქნებოდა სტრატეგიული რეზერვები და შესაძლებელი იქნებოდა მისი ყისიერი განვითარება, ამისთვის მოგვეძებნა ადგილი, შეგვერჩია საინჟინრო გეოლოგიური პირობები, ჰიდროლოგიური პირობები, ლანდშაფტური პირობები, მორფოლოგიური პირობები და ასე შემდეგ. და ეს არჩევანი გაკეთდა ზუსტად იმ გასწორზე, სადაც დღეს არის ხუდონი დაფიქსირებული.